და ჩვენ ისევ ეთერში ვართ, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი დაიწყო. მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადო ჩვენს მაყურებელს, ვისაც წინა გადაცემაში არ ესმოდა ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ იყო ჩვენგან წამოსული ხარვეზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეხლა გამოსწორდა, თუ არ გამოსწორდა, ალბათ ისევ დაგვირეკავთ, ისევ გვეტყვით ამ შეგვატყობინებთ ამ ხარვეზის შესახებ და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას ამ პრობლემის ამოფხვრაზე. კეთილი, ბატონი გიორგი ფოფხაძე უნდა იყოს ხაზზე, თუ არის ხაზზე, იქნება შემოიყვანოთ. გიორგი, როგორ ახარ? გადასარევად უნდა თქვა, ხო? როგორც ამბობ. გადასარევად უნდა თქვა, ხო? კი, როგორც ვატყობ, ევროპარლამენტში ხარ, ხო? თუ არ ვწდები ახლა. დიახ, ევროპარლამენტში გახლა ვარ, იყო დღეს ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კორცი მობრძანებული და სამწუხაროდ დახურული შეხვედრა იყო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და ჟურნალისტები არ შეუშვეს, ხო? არ შეგვიშვეს ჟურნალისტები, ყველათ ვიჯექით მთელი დღის განმავლობაში, ესე იგი ჩვენს გვიშლიან ხოლმე ხელს მუშაობაში ეს ევროპელი მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ კანონმორჩილი ჟურნალისტები ვარ და არ უვარდებით ემით, რა ქვია, მიკროფონებით არ შევარდებით ხოლმე მაშინ. გასაგები. ანუ რა საკითხი განიხილებოდა ამის შესახებაც ინფორმაცია? დაახლოებით ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე იყო მთელი აქცენტი გადატანილი და შესაძლებელია, რომ ყოფილიყო რახან კორსი გახლავთ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ჩვენ ჟურნალისტები, განსაკუთრებით ქართველი ჟურნალისტები, ისევე როგორც მოლდოველი ჟურნალისტები, ველოდებოდით საქართველოზე რაიმე თუ იტყოდნენ აი ამ შეხვედრაზე და ნახო, ხვალაც არის გიორგი უკვე გაფართოებული ღია სხდომა, დილის 9 საათზე იწყება, ჟურნალისტებისთვის იქნება ღია და ფაქტიურად ალბათ გვეტყვიან დღეს რა საკითხები იყო განხილული ამ დახურულ შეხვედრაზე. და ვნახოთ რა იქნება, მიუხედავად განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაზე გახლავთ უნგრეთში და მან განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა დაამთავრებამ ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში და ვნახოთ რას განიხილავს ევროკავშირი, განსაკუთრებით ევროკომისია, რომელსაც პირდაპირ ვალება, ესე ვთქვათ, ჩვენთან ურთიერთობა და ჩვენთან მოლაპარაკებები, აი ვნახოთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როდესაც დღის წესრიგში დგას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების საკითხი, რომელიც 15 მაისიდან, როგორც რუსეთმა თქვა, რომ 15 მაისიდან მზად იქნება, რომ განაახლოს, ოღონდ უკვე თურქეთში და ერდოღანის შუამავლობით. საინტერესო მოვლენები, ასე ვთქვათ, გველოდება ჩვენ უახლოეს პერიოდში და ყველა ის მოვლენა, გვინდა თუ არ გვინდა, ირიბად თუ პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე. ზოგი ნეგატიურად, ზოგი იმედი მაქვს პოზიტიურად, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა პოზიტივი თუ იყო, უფრო მეტი ნეგატივი გვესმის ევროპა იქნება ეს თუ ხო? სამწუხარო რეალობა. კეთილი, აუცილებლად ალბათ გაიგებ, ხო, რაზე იყო საუბარი, იყო თუ არა ნახსენები საქართველოს და მე უკვე შეიძლება ჩვენ ხუთშაბათსაც გთხოვome დავერთო თუ იქნება საქართველოს საკითხი განხილული, ჩვენ ეს თემა განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ამ წუთში ჩვენთვის რას ფიქრობს ევროპა, მე მინდოდა დამესვა კითხვა იმ შემთხვევაში რა პოზიციას დაიჭერს ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროკომისია
თუ ქართული ოპოზიციური პარტიები, ესე ვთქვათ, პროევროპული პარტიები და ესე ვთქვათ, ჩვენნაირი ნეიტრალური ესე ვთქვათ პარტიებიც თუ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, აი რა პოზიციას დაიჭერს ეს რა ქვია, იმიტომ რომ მე მაგალითად როგორც ჟურნალისტი და ახლა საკმაოდ გამოცდილი ევროპაში დამუშავე ჟურნალისტი, არც მაინცა და მაინც მომხრე ვარ იმის, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში სრული ბოიკოტი გამოაცხადოს, იმიტომ რომ სრული ბოიკოტი მაინც არ გამოვა, გიორგი, ჩვენ ვიცით რომ მიიღებენ ესეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ სოკოებივით ამოზარდა ეხლა მაშინ რა ქვია რაღაც 2-3 თვის განმავლობაში ოპოზიციაც დაასახელა და ის რაც ჩვენ უნდა თქვათ ჩვენი სიტყვა მაშინ რა ქვია თუნდაც პატარა მაგრამ ვიყოთ წარმოდგენილნი ჩვენ ადგილს დაუთმობთ ეს არის ჩემი პირადი პოზიცია ჩვენ ადგილს დაუთმობთ იმ პარტიებს რომლებიც არ უნდა იყონ და რომლებიც იქნებიან საპელიტები ფაქტიურად εμეს რა ქვია ამიტომ ვერანაირად სრული ბოიკოტი ამ მოცემულობაში არჩევნებს აი ვერ ვაკეთებთ, აი გულზე დავიდოთ ხელი და აი ეს პოზიცია მაქვს და აი მის კითხვა მინდოდა მე ქალბატონ კოსზე. გასაგებია, თუმცა ეს ისეთი თემაა, რომელიც ყოველთვის იქნება განხილვის. რა თქმა უნდა, გიორგი, მე არ ვიძახი რომ მე ვამბობ აპრიორ სიმართლეს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ რაც კარგი იქნება შენი თვალთა ხედვით, ну ესე ვთქვათ რა, შენი თვალთა ხედვით. კი ბატონო, ზარია ეთერში მოусმინოთ მაყურებელს და მე გავაგრძელოთ. გისმენთ ისაუბრეთ. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ ბატონო გიორგი. მოგესალმებით, ისაუბრეთ. რა მაინტერესებს ის არ შეგაცხადეთ ისაუბრეთ. აზერბაიჯანს რამდენი პარლამენტარი ყავს, ორჯერ მეტი არის საქართველოზე, რამდენი კაცი ყავს? მე ასე ვიცი, მგონი ან 100, ან 120 კაცი, სწორი არის თუ არა? ვერ გეტყვით, სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს აზერბაიჯანს, არც აზერბაიჯანს და არც სასომხეთს რამდენი პარლამენტარი ყავს პარლამენტში, არ მახსოვს ნამდვილად. ამიტომ ტყუილს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ინფორმაცია შეგვიძლია მოვიპოვოთ ინტერნეტში, მაგრამ თქვენ რის თქმა გინდათ რომ აზერბაიჯანი ორჯერ მეტია ჩვენზე, მაგრამ პარლამენტში 150 კაცზე ნაკლებია, ხო? ამის თქმა გინდათ? კი, რა თქმა უნდა. ну არ ვიცი მე ვერ გეტყვით, ვერ დაგეთანხმებით და ვერც უარყოფ ამ საკითხს, იმიტომ რომ აზერბაიჯანი და სასომხეთი არ მახსოვს ნამდვილად. თუმცა ამის გადამოწმება პრობლემა არ არის. კეთილი. გიორგი, აგერ ბატონი გოჩაც აქ არის, თუ შეიძლება ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, რომ სამივე გამოსახულება გამოიყვანეთ ეკრანზე, რომ ჩანდეს ბატონი გოჩაც. ეხლა თქვენ საერთოდ მარტო დამტოვეთ. ну არა უშავს. კი, აგერ ჩანს ეხლა გიორგიც ჩვენს ჩანვართ. კი ბატონო. ანუ აი ახლა უყურეთ მეგობრებო. ჩვენ საუბრობთ საგარეო საკითხ ისევ ზარია ეთერში, კაი არ ვალოდინოთ, უპასუხოთ და მე გავაგრძელოთ. ზარია შემოუშვით. ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო ყველა. მოგესალმებით. წეღან დავრეკე პირველ გადაცემაში, წეღანდელ გადაცემაში და მე თბილისში ვცხოვრობ პროსპექტზე და საერთოდ არ ისმოდა ხმა. ეხლა ისმის ხო? ეხლა ისმის და კარგად არის კონტაქტი. ძალიან კარგი, ძალიან. ხო. რაც შეეხება ეხლა, ჩემ წინა გამოსვლმა თქვა რომ ისა რატომ არის რომ სხვაგანო უფრო მეტი ის არის რომ ნაკლები პარლამენტარია, როცა მეტი მოსახლეობა. დიახ, როცა მეტი მოსახლეობაა. დიახ. რა ვიცი, ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულია. მხოლოდ მიღებულია ყველაფერი ხელფასები დიდი, პარლამენტარები ბევრი, ყველაფერი საუკეთესო მაგათვით, მაგრამ თუ საქმე მოსახლეობაზე ვიდგება, მაშინ ღარიბი და ღატაკი მოსახლეობისაა ქვეყანა და რა ვქნათ ეხლა, როგორ გაზიან პენსიებს, როგორ გაზიან ხელფასებს, ყველაფერი გაძირებულია, ყოველთვის მithქვია და ვიმეორებ. მაგრამ ერთი საკითხი რაც შეეხება, კაცო,
არის მერობის არჩევნები. დიახ. ხო და უდათ გაფართოებით გაიმარჯვონ და ამბობენ რომ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიდებთო გამოდიან ბატონები სათითაოდ ლაპარაკობენ. მაგრამ მე ვეკითხები ამ ჩვენ თავრობას ამ გამოგწევ თავრობის თითოეულს და პირადად ბატონ კახი კალაძეს. აი ხო კარგად არის საქართველოში ყველაფერი. დაამარცხეს გასაჭირი ღარიბობა. რატომ არ ხვდება კალაძე მოსახლეობას? ხო კარგად არის ბატონებო ყველაფერი და რატომ აი ჩვენში ერთხელ მაინც მოსახლეობას არ უნდა შეხვდეს ბატონი კახი რომ ჩვენი გასაჭირი უთხრათ ბატონ იმიტომ ვიცით რომ დადგნენ და თვითონ ისრენ კაბინეტებში ცხელები ილაპარაკონ და კარგად იცხოვრო აი ვეკითხები კახი კალაძეს რატომ ამდენი წელია თავრობაში ბრძანდებით და ერთხელ არ გვახსოვსო თუ კარგად არის ხალხი და კარგად ვარ ხომ არ მოვიდომებ თქვენთან შეხვედრას და ყველას უნდა თქვენთან შეხვედრა რატომ არ ხვდებით მოსახლეობას ჩვენში ერთხელ დაუშვით რომ შევხვდეთ პირადად კახი კალაძეს ხო შეიძლება მაგრამ ჯიუდას ლაპარაკობენ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ უბედურება იმაშია რომ ისე თვითონ ამბობენ რომ კანდიდატიო არ აყავთო მესამეო რომ მოსახლეობამ აირჩიოსო და იქნება ყავს ბატონო კახი და თავრობას მიმართავს ხომ არ იცით დიდი მადლობა მოსვლენისთვის დიდი მადლობა ზარისთვის ну ეს კითხვა არ იყო ეს უფრო მონოლოგი იყო მერიასთან დაკავშირებით სწორი შენიშვნა იყო შენიშვნები მაყურებელს როგორც წესი ყოველთვის სწორი შენიშვნები აქვს უბრალოდ მე რის მამინდა რომ ჩვენ ვერაფრით ვერ ვეხმარებით ახლა მაყურებელს იმედი მაქვს მოისმინა კახი არ ვიცი მაგრამ მოისმინა ალბათ შესაბამისმა ორგანომ და გადასცემენ კეთილი კარგით ბატონებო რაზე მინდოდა საუბარი მიდის მსჯელობა თუ რით დამთავრდება საბოლოო ჯამში რით დამთავრდება შეხვედრა რუსეთის და პროდასავლურ რუსეთსა და პროდასავლურ ჯგუფებს შორის თუნდაც თურქეთში რით დამთავრდება ეს ომი გაგრძელდება რომელი ულტიმატუმი იქნება და დაკმაყოფილებული რომელი არა და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ყოველთვის უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ინტერესების გათვალისწინებით ხომ ასეა ისმის კითხვა აი წეღან გოჩამ ისაუბრა წინა გადაცემაში რომ დასავლეთი ამერიკა ავიღოთ თუ ევროპა ნუ ამ შემთხვევაში ამერიკა უფრო დასავლეთი არ დათმობს კავკასიის რეგიონს არ დაუთმობს რუსეთს სრულად კარგი გასაგებია რუსეთი დაუთმობს დასავლეთს კავკასიის რეგიონს რუსეთის ბუნებრივია რუსეთსაც არ უნდა რომ დაუთმოს მაგრამ რუსეთს ჭირდება კავკასიის რეგიონში თუნდაც საქართველოს ავიღოთ კავკასიის რეგიონში ისეთი ქვეყანა რომელიც თავიდან ბოლომდე იმართება დასავლეთის მხრიდან და რომელიც ხვალზე ისევ საშიშროებას შეუქმნის რუსეთს არა დასავლეთსაც ბუნებრივი არ სურს პრორუსული საქართველოს კავკასიის რეგიონში ესეც გვესმის მაგრამ თავად რუსეთს თუ სურს პრორუსული საქართველოს კავკასიის რეგიონში აი ამაზეც ვიფიქროთ ზოგს როგორ გონია იცი რომ დასავლეთზე უნდა უარი ვთქვა საერთოდ არ გვაინტერესებს იმიტომ რომ აი რუსეთთან ვიყოთ ეგ არის მაგარი კი მაგრამ რუსეთს პრორუსული საქართველოს ჭირდება კავკასიის რეგიონში იმიტომ რომ პრორუსული საქართველოს არ ნიშნავს იმას რომ საქართველოს არის დასავლეთის კმაყოფაზე უბრალოდ ლოზუნგები არის პრორუსული ეს ხო ნონსენსია ხო ანუ თუ საქართველოს არის პრორუსული მაშინ თელი დივიდენდი რომელიც უნდა წამოვიდეს საქართველოს თუნდაც ხელისუფლების ჯიბეში უნდა წამოვიდეს რუსებისგან ეკონომიკა უნდა იყოს აგებული თავიდან ბოლომდე რუსეთის ეკონომიკას დახმარება უნდა მოდიოდეს რუსეთიდან და არა თქვა დასავლეთიდან და რუსეთს არ ჭირდება კიდევ ერთი ქვეყანა რომელიც მასზე იქნება ჩამოკიდული თვითონ რუსები აბუნტდებიან ჩვენ გვახსოვს რომ თავის დროზე აფხაზეთი თავიდან ბოლომდე იყო რუსეთის დოტაციაზე ხო ანუ წლიური ბიუჯეტი იყო თუ არ ვწდები 2 მილიარდ ნახევარი რაღაც მაგდაგვარი
დამატებითი, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ბიუჯეტთან. ხო და ამაზეც კი არაერთი გამოხმაურება ვის მოყვა თვითონ დეპუტატების მხრიდან რუსეთის დუმაში, ამაზე არაერთი ჟურნალისტი აკრიტიკებდა ხელისუფლებას ამის გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში სადამდე მივდივართ, რატო წამოვწია ეს თემა, რომ ჯერ ბიუჯეტი შეამცირეს და ბოლო პერიოდში უკვე ცოტა არ იყოს და იძაბება ურთიერთობა. ამის გამო, რომ აი ბოლომდე დახმარებაზე უარს ამბობს რუსეთი აფხაზებზე, ვთქვათ. არ და რუსეთი აფხაზებზე დახმარებას უარს კი არ ამბობს. უბრალოდ ამდენი დახმარება ამ ეტაპზე არ შეუძლია და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კიდე ჩამოკიდებული საქართველო თუ კი იქნება სამომავლოდ, ანუ ამდენს გაუძლებს რუსეთი, ჭირდება რუსეთს ასეთ საქართველო? მე ვფიქრობ, რომ არ ჭირდება. მე ვფიქრობ, რუსეთს ჭირდება საქართველო, რომელიც იქნება ნეიტრალური, იმიტომ ამბობდა ყოველთვის, რომ ნატოზე არ დავთანხმდები, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობაზე მე ხმას არ ვიღებ, კაც. და რატო ამბობს ამას? იმიტომ რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თუ გექნებათ, თქვენი ეკონომიკური ზრდა, თქვათ, სხვა დივიდენდები იქიდან წამოვა თქვენკენ, თქვენ იქნებით ნეიტრალური, რომელიც ჩემთვის ბუნებრივია საფრთხეს აღარ შექმნის სამომავლოდ, ამ დროს ჩემზე დამოკიდებულები და ჩამოკიდულებიც არ იქნებით. აი, ესეთი საქართველო უფრო ჭირდება რუსეთს და წესით ასეთი საქართველო უფრო უნდა ჭირდებოდეს დასავლეთსაც. ამ ეტაპზე, სანამ თლიანად არ ჩამოყალიბდება საქართველოში მოსახლეობა, რაღაც არ დავა ერთ აზრამდე და ეს ერთი აზრი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებში და არა დღეს როგორც არის დაყოფილი ზოგს ერთი აინტერესებს ზოგს მეორე ზოგს მესამე ერთმანეთის დედის გინებით არიან დაკავებული და არავინ არ არის დაკავებული საქართველოს კეთილდღეობით. ყველას გონია რომ საქართველოს გულისთვის იბრძვის, სინამდვილეში საქართველო არავის არ ახსოვს. ყველა იბრძვის საკუთარი პრინციპების გამო. გიორგი, უყურე, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ზელენსკის განცხადებები ამ ბოლო დროს. ზელენსკი შერო იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან არ იქნება ნაწარმოები მანამ, სანამ არის ეს ოკუპაცია. სანამ სტატუს კვო არ აღდგება და ტერიტორია არ დაუბრუნდება. ხო, იმ კაცმა გაიგო ეს და რომ გადახედა და გაანალიზა რა არის მისი სახელმწიფოსთვის მომგებიანი. ხო? აი მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენდი რომ ზელენსკი დათანხმდებოდა რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს, ის ზელენსკი რომელმაც თავის დროზე როცა ომი დაიწყო, სწორედ უკრაინელებმა ჩააგდეს ის პირველი მოლაპარაკებები რუსეთთან, რაც იყო დაწყებული ომის დასაწყისში. იყო ეს. გიორგი, აქ არა, სიმართლეც უნდა ითქვას ახლა. კი, იყო მე გეთანხმები, მაგრამ რატო იყო ესეც გვახსოვს, ხო? ანუ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ფაქტიურად და დღესაც ახლა დათანხმდა თუ დაითანხმეს, ეგეც არ ვიცით ახლა ზუსტად 4 ლიდერი ჩადის. არა, მოდი სხვა რაღაცას ვამბობ მე. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად. თუ გუში ნატო იყო ჩემთვის პრიორიტეტი და დღეს გადავხედავ რომ ჩემ ქვეყანას ნატოში შესვლა რაღაცას პრობლემაზე ვერ მოუგვარებს, სხვანაირად გადავხედავ ამ შეხედულებას და ნატოსთან ურთიერთობისაც უამრავი გზა და უამრავი ფორმატი არსებობს, ხო? შენ სწორად აღნიშნე, რუსეთს არასოდეს არ გონიათ წითელი ხაზი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება რუსეთისთვის არ იყო არასოდეს წითელი ხაზი. უფრო მეტ გეტყვი, მოლდოვაზე არ აქვს პრობლემა, რომელიც DST-ის წევრი ქვეყანაა. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი პოლიტიკოსები რატომღაც სახელმწიფოებრიობიდან არ გამოდიან, სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან და რაღაცა პარადიგმას ჩაიდებენ თავში, ესე უნდა იყოს და იდიან იმას და ფრანგებს არ ნიაგოშ, ნიაგოად არც მარცხნ და არც მარჯვნივ, ხო? ჩვენ აი ყოველთვის უნდა ვიაზროვნოთ და შენ სწორად ხვი, რომ რაში ჭირდება რუსეთს ამ წუთში დოტაციაზე ჩამოკიდებული საქართველო? არაფერში. ჩვენ თუ ვიქნებით ზუსტად ის მოქნილი სახელმწიფო, რომელიც ძალიან ლავირებას
კი ბატონო, ჩვენ გამოვიდეთ იქედან და გამოვალთ მუდმივად ეგედა, რომ ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და შევხედოთ იაპონიის კურილის კუნძულები დღემდე არა აქვს ნაცნობ იაპონიას რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ რამდენი ვიზიტი გახსოვს შენ რუსეთის პრეზიდენტის იაპონიაში? ძალიან ბევრი, ხო? განსაკუთრებით 90-იან წლებში. ნუ პუტინის დაახლოებით 3 ვიზიტი მახსოვს მე, მეტი არა. ხო, 3, კი ბატონო, 3 ვიზიტი. კარგი, 3 ერთ ვიზიტი გვახსოვდეს. ხო იყო ეს? კი ბატონო. კი ბატონო. გეთანხმები გიორგი, ზარი ეთერში გიორგი უპასუხოთ და გავაგზავნოთ. მოგესალმებით ბატონო, ისტორიული ნიჩბისის ხეობიდან. გაიხარეთ, მხარდამჭერი, ეს ჩვეულებრივი ადამიანი. გაიხარეთ. მე მინდა ჩემო ბატონებო, ერთი რაღაცა გითხრათ. კაი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები ხართ, მაგრამ მე ჩემი აზრი მაგ ერთ რაღაცას გეტყვი. ხო არა ჯობია რომ ქვეყნის მოწყობის სხვა მოდელზე გადავიდეთ. თუნდაც აიღე ჩინეთი. Სუდია ჩინეთი, არ სუდად ცხოვრობს ბატონებო. ჩვენ ერთი მუჭა ქართველები ვართ, გავნახევლდი. ამდენს ლაპარაკობთ, ლაილაი, ტრაილაი და ქვეყანა დაიცალა. ხო არა ჯობია ჩინურ მოდელზე მოწყობით გადავიდეს ქვეყანა და რაღაცა ამაზე ვიფიქროთ, რომ ქართველი კაცი მომრავლდეს. მაგრამ დაცარიელებულია სოფლები. ჩვენთან კაცის ხმას ვერ გაიგებ, ნიჩიბისის ხეობაში. ყველაფერი მინებებული, გაუბედურებული, რაც გიჟმა სააკაშვილმა დატოვა სტადიონზე რაღაცები ააშენა, ბავშვებისთვის სათამაშო, მოედან ეგ არის. ოცნები გადაგრეხილი, ხიდები ჩანგრეული, გაუბედურებული სოფელი. აი ნიჩბისის ხეობაში ამოიერე რას აიღავ? ამ თავრობის სახელს დაინახო და იმ თავრობას. ერთმანეთზე უარესებიანა. რაღაცა უნდა შევცვალოთ. ქვეყნის მოწყობის მოწყობაზე უნდა გადავიდეთ. თუ გინდა ჩინური, ცუდია, მილიარდ ნახევარი ჩინეთი ცხოვრობს და სოფლიო ხელში ფაქტიურად ხელში მოიჭირა. აი ამაზე დაფიქრდებით? დიდო პოლიტიკოსებო, დიდი მადლობა მოსმენისთვის. ბატონო ჩემო, ჯერთი ჩინეთმა თავის დროზე კანონის გამოსცა, რომ ოჯახს არ შეიძლება ყავდეს ერთ ბავშვზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია. მაქსიმუმი 2 იყო. ხო, ეგ ჯერ მერე ერთზე გადავიდნენ და მაქსიმუმი იყო, პლუს უნდა გადაგეხადა ფული, შენ უკვე იმას იხდიდი, რა ქვია, ნალოგებს იმას რა ქვია, გადასახადს იხდიდი, გადასახადს იხდიდი. რაღა ჩინეთში ადარა, ახლა არ ვიცი ამ არ ვიცი, სხვა წყობა სოციალისტურ კაპიტალისტური წყობა თუ ამას გულისხმობდით, ჯერ ერთი მეორედ, როდესაც საუბრობთ, რომ სულ ლაილაი რაღაც ერთი რამე გაიგეთ, უკვე ხანდახან მეღიმება ხოლმე რა. ადამიანები თქვენ ხო უნდა გესმოდეთ, ჩვენ არა ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ ტელევიზიით შეგვიძლია, აი თქვენ როგორ ბრძანეთ, ლაილაი. ოღონდ ამ ლაილაის ბუნებრივია გვინდა რომ შედეგი მოყვეს. ეს შედეგი არ არის რომ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და ხვალ 100,000 კაცი გარეთ გამოვიდა და შტურმით აიღო ან პრეზიდენტის სასახლე ან რა ქვია კანცელარია. არა, ეს ლაილაი როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ის საუბარი თქვენთან, რომელიც თქვენამდე უნდა დადიოდეს და თქვენ რო დღეს საუბრობთ, რომ მოდი იქნება სხვა წყობაზე გადავიდეთ, ჯერ ერთი ამაზე პოლიტიკური ნებაა საჭირო, ამისთვის ხელისუფლებას უნდა უნდოდეს სხვა წყობა და მე ვერ ხედავ ჯერჯერობით ამას, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, სანამ თქვენ გვეტყვით, რომ მოდი ლაილაის შევეშვათ, მე ამაში გეთანხმები რომ ჩვენ მზად ვართ შევეშვათ ლაილაის, მაგრამ ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობთ ზუსტად იმისათვის, რომ თქვენ დაინახოთ რა ცვლილებები აქვს ქვეყანაში, საჭირო ოღონდ ეგრევე ჩინეთის მოდელზე კი ნუ გადადიხარ, ჯერ აქ ადგილობრივი ცვლილება არის საჭირო, ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხდეს ცვლილება, ჩვენს გონებაში უნდა მოხდეს ცვლილება. ანუ ჩვენ პირველ რიგში ის უნდა შევცვალოთ შიში იმისა, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნდება, თუ არ იქნება ოცნება, უნდა გაქრეს საერთოდ. პირველ რიგში ამაზე თქვენ უნდა იმუშაოთ ბატონო ჩემო. თუნდაც თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან
ადამიანებთან და მე ამ ადამიანებთან ერთად სხვა საზოგადოების წევრებთან. ეგ არის ჯერ შესაძლებელი, ჩვენ იმიტომ საუბრობთ, იმიტომ გვიწევს ამაზე საუბარი, იმიტომ ვრთავთ ჩვენს მეგობარ ექსპერტს საფრანგეთიდან, იმიტომ გვიწევს შეკრება და ეგ უბრალო ლაილაი არ არის. კი ბატონო, შეიძლება თქვა ზოგიერთისთვის ლაილაი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია უბრალო ჯდომა და ეგრეთ წოდებული ლაილაი. ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ ამ ლაილაის საფუძველი ხო საიდან მოდის ხო? ქართველები ლოცვას რო ისმენდნენ მუსულმანების ანუ აიმა ლაილაის იმაში ანუ არ აქცევდა რა ყურადღებას. ანუ თვითონაც ახლა ბატონმა შეურაცხყოფა კი არ მოგვაყენა. თქვენი მხარდამჭერი ვართ, მაგრამ სინამდვილეში ისე გამოვიდა რომ მართლაც საუბრობთ, მაგრამ რა ხომ გუშინ ვიყავით სხვათა შორის აი თეთრი წყაროს რაიონში, არხუთში ვიყავით, მართლა გაუვალი ხალხი როგორ ცხოვრობს, ხო ის უთხარით რომ მართლაც აი ხნეობას გისურვებთ და გმირები ხართ რომ აქ საქართველოში ცხოვრობთ ამ ტერიტორიას, იკავებთ ამ ტერიტორიაზე, ცდილობთ რომ ისევ ფესვი არ ამოჭრათ ბოლომდე და მართლა რას უძლებენ. აი რაიონებში რო გადიხარ და მით უმეტეს ამ ქართლისკენ რატოა ესეთ მდგომარეობაში ჩაგდებული არ ვიცი, ხო? და თავზე დაანგრეული აქვს ყველაფერი. კომუნიკაციის საშუალებები არ აქვს ადამიანებს. მანგლისში უნდა ჩავიდეს ელემენტარულად რაღაცები რო იყიდოს. მე აღარც ის აღარ არის, ხო? ბავშვები აღარ არის, აღარ სკოლები. ანუ საშინელ დღეში ვართ ამ ხრივ, მაგრამ მთელი არც თქვა და არსი ეგ არის. ხა ჩინეთს რო გახედეთ, მაინდა-მაინც აგერ კაცი ევროპიდან გველაპარაკება, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ვნახოთ, რა კარგად აქვთ მოწყობილი. როგორ კარგად არიან, რატომ ჩვენზე უკეთესები რით არიან, აგერ ხა გიორგი ჩვენზე პატარა ქვეყანაში ვზივარ ახლა ბელგიაში, ხო? და ცხოვრების როგორი დონე აქვს, როგორ ტერიტორიულად ზიხარ, ანუ ის ტერიტორიულად არის ჩვენზე პატარა თორი, მოსახლეობით ჩვენზე დიდია. 11 მილიონია. ანუ იმ პატარა ტერიტორიაზე, ხო, აქ პრობლემას აყენებდა თავის დროზეც რომ მოვიდა ივანიშვილი, იმდენად პატარა ეკონომიკაო, იმდენად პატარა ქვეყანაო. აქო რამოდენიმე პარტიის ყოფნაცო ალბათ არ უნდა იყოსო, იმიტომ რომ მაქსიმუმიო არ ეყოფაო. და აგერ ვხედავთ იმ ტერიტორიაზე ადამიანების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტია, ხო და კარგად ცხოვრობენ თან. და გიორგი ამბობდა რომ აი დღეს ვერ შევედით ჟურნალისტები თქვათ ამ იმაზე. და ამას იმითი ამბობდა რომ აი ხანდახან აქაც ხდება ხოლმე რომ ჟურნალისტები ვერ ხვდებით რაზე საუბრობენ, მაგრამ იქვე დააყოლა, იმიტომ რომ ეს არის ის რეალობა. ისინი რაზე ილაპარაკებენ და რაოდენ დაძაბული სიტუაციაა, რომ ასეთი ფორმით ჯდებიან, იმიტომ რომ იმაში რა ქვია, კიევში შეკრება და ფაქტურად კოალიცია გამოცხადდა, ანუ ევროკავშირის მიღმა თქვათ იგივე ინგლისი, ევროკავშირის მიღმა იგივე უკრაინა, მაგრამ კოალიცია კეთდება, რომელსაც თავისი ასე ვთქვათ გავლენა სურს და ეს გავლენა როგორ იქნება რუსეთთან მიმართებაში, ამას კიდევ ალბათ დავინახავთ და გავიგებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაცა, აგერო ჩატარდებაო უკვე ხვალე და გვეცოდინება რა ილაპარაკეს. ჩვენთან რას ლაპარაკობენ სინამდვილეში ხელისუფლებას, როცა აქ რაღაცაზე მოლაპარაკებები და მე მახსოვს არათუ მოლაპარაკებები მარტო ხელისუფლებას კი არა. გახსოვს შენ ის რო იყო მიშელი ჩამოსული და გაოცდა ის კაცი, აქ ესე მითხრაო ხელისუფლებამ აქ რასაც ილაპარაკებთო. მე იქნებ ეს ამბავი გარეთ არ გავიდესო და კი, მაგრამ ორი ადამიანი რო საუბრობსო, მესამე თუ ესწრება უკვე საჯარო ხდება ეს საუბარიო და გაკურვებული იყო. ჩვენთან დღემდე რჩება ეს. ვერ მივეჩვიეთ სინამდვილეში იმას, რომ სადღაც ვიღაცა რაღაცას კულისებში ლაპარაკობს. საჯარო ვერ გავხადეთ. საჯარო შეიძლება არ იყოს იმ დღეს, როცა მნიშვნელოვანია რაღაცა საკითხების ასე ვთქვათ, მაგრამ შემდგომში ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი თქვენ წარმოიდგინეთ პირველი პირებიც რო ხვდებიან ერთმანეთს, მე ეს საჯარო ხდება, იმიტომ რომ ადამიანებს აი დასავლეთმა ეს მოახერხა. ხო, განსხვავებით თქვა ჩინეთისაგან, დასავლეთმა მოახერხა ის, რომ ადამიანები თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან ყველა იმ პროცესში, რომელიც მათ ეხებათ. იმიტომ რომ მათი მთავრობაა ის, მათ მიერ მიცემული გადასახადებით არსებობს ის ხელისუფლება, ხელფასები ესე აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, აქ ჩვენ ჩივი ვართ, რომ თურმე ემათ თავიანთი ხელფასები გაიზარდეს თავიანთვისა და ჩვენ არაფერს არ გვაძლევენ. და მე იმ ხელისუფლებას რატო ირჩევ? ისევ ის ხელისუფლება რატომ მოყავს? აი მდგომარეობაში რო ხართ, რომ დაიქცა, ხო, სოფელი დაქცეულია, ადამიანები გარბიან, არა მარტო სოფლიდან, კაცო, ქალაქებიდანაც გარბიან, იმიტომ რომ ელემენტარულად პერსპექტივის შეგრძნება არა აქვთ ადამიანებს, ხო, რაზე უნდა ვილაპარაკო? მე თვითონ ხვალ, მთელი ჩემი ცხოვრება შეგნებული ახლა აქ ვინც ხედავთ ის ადამიანები ვართ, რომლებსაც ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ენერგია, ყველაფერი ჩადებული ქონდა, თავი გაწერული ქონდა, ხალხო, ეს არ არის, ამას სიტყვები კი არ არის, მხოლოდ
და მარტო ომში კი არ არიან ადამიანები თავგანწირული. რეალურად ისეთ რეჟიმებს უპირისპირდებოდით, რომ თავი გაწერული ქონდა და ამ საქმეს თავიდან ბოლომდე ჩადებული ქონდა ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო იმ პერიოდისათვის და დღესაც იგივე დავბერდით მე და შენ მაინც ეროვნულ მოძრაობაში. მაგრამ იმასაც კი, აი მე ამას რატომ ვამბობ, გიორგი ახლა ევროპაშია და ეს არ არის მისთვის ისარჩევანი, მას არ ერჩივნა, რომ ევროპაში კი როცა უნდა საქართველოში იქნებოდა, აქ მოიწყობდა ყველაფერს, მაგრამ სიტუაცია მოიტანა და მე ხვალე შეიძლება საფიქრალი მქონდეს, რომ ელემენტარულად ოჯახში, თქვა რა მდგომარეობა მექნება ფინანსურად, შევძლებ თუ არა ბანკის მომსახურეობას, შევძლებ თუ არა იმ გადასახადების გადახდას. რატო დავიმსახურეთ ეს? რატო მივედით აქამდე? ამას რატო ვამბობ? თითოეულის ადამიანი ვეტერანია ომის, სიცოცხლეა გაწერული და შვილისთვის შეიძლება ფეხსაცმლის ფული არ აქვს. და ასეთ მდგომარეობაში რო ვართ, ეს პასუხისგებლობა ხელისუფლების არ არის? ეს პასუხისგებლობა ჩვენ ლაილაიკე ხო ერთად უნდა მოვთხოვოთ და განსაკუთრებით როცა 4 წელიწადში ერთხელ დგება პერიოდი, როცა შენი არჩევანი წყვეტს ყველაფერს, როცა შენი არჩევანი შეგიძლია შეცვალო ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ცვლი და მხოლოდ და მხოლოდ ელოდები ხოლმე რომ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ პრეტენზია შეიძლება წაუყენო, მაგრამ 4 წელიწადში ერთხელ რო დგება ეს მომენტი, შეკა ადამიანო, დაქცეული გაქვს სოფელი, შუქი არა გაქვს, წყალი არა გაქვს, გაზი არა გაქვს, არაფერი ვერ ცხოვრობ, გარბი ხარ და მე მაინც ხელისუფლებას იმის შიშით რომ უიმე ის არ მოვიდესო. ნუ ახლა ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ვის მოვიყვანთ და რომ ვერ წყვიტავთ და მე ყალბდება, ამაზე უნდა მოვითხოვოთ, თუმცა გიორგი რასაც ამბობს, აქაც საკამათოა, მე და გიორგიც მაგას ვლაპარაკობდით, აი მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. დასავლეთის თქვათ, როგორ იგებს იმას, რომ ერთის მხრივ გიორგი ამბობს, როგორ დასავლეთმა მხარი დაგიჭირა იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. ფაქტობრივად არ ცნობს ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის. და შენ თუ არჩევნებში მიიღე მონაწილეობა, ხომ ნიშნავს უკვე იმას, რომ ბიჭო, ერთის მხრივ მაშინ თუ ამბობდი, რომ მხარი დამიჭირეთ, გაყალბებული არჩევნებია, ამ ხელისუფლებას მაქსიმალურად სანქციები და აბიცი რაც კი რამე შეიძლება ზეწოლას ახორციელებ და იმავდროულად ღებულობ მონაწილეობას. თუმცა მეორეს მხრივ, სხვა გამოსავალი რა არის? ამ ხელისუფლებამ რუბიკონი გადალახა და ყველა ქალაქი წაგებული აქვს სხვათა შორის. ყველა არჩევნები მოიგო ფაქტობრივად მარნეულის ხარჯზე და ერთი რეგიონის ხარჯზე სამეგრელო იყო. ნინო წმინდა მე მგონი, ხო სადაც მოსახლეობა არ არის და ყველაზე მეტი ხმადეს. ანუ რეალურად თუკი მათივე დათვალაზეა კაცო ლაპარაკი, ალტერნატიული ჩვენ დათვალაზე კი არა. თვითონ რაც დათვალეს, იქიდან გამომდინარე ვიძახი, მაგრამ როცა ჩატარდება, ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნები, რასაკვირველია, ისინი უკვე მთელს ყურადღებას და ზეწოლას უკვე ადგილებზე გადაიტანენ და ძალიან რთული იქნება. მაგრამ შანსი იმისა, მე ამას ისე ვამბობ იდეის დონეზე, თორე როგორც შენ ამბობ, ხო ჯერ არც ერთი ჩამოყალიბებულები არა ვართ. რა მდგომარეობა იქნება ჯერ იქამდე ძალიან ბევრი რამეა გასავლელი და მოცემულობა განსაზღვრავს. მე წინასწარ კი უნდა ამოიჩემო. შენ ამბობდი, სწორედ ამოვიჩემო მე მინდა ნატო. ბიჭო, ეს ნატო თუ შენთვის კარგია და ფიქრობ, რომ ნატოში შესული შემთხვევაში შენ ქვეყანას, თქვათ, უფრო მეტი სარგებელი ექნება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ქვეყანა უფრო ძლიერი იქნება, მინდა, მაგრამ თუ ეს არ ხდება, პანაცეა ხო არა, რაღაც ამოიჩემო, ხო? მივიღებ თუ არა მივიღებ მონაწილეობას, ეს ხომ იმ სიტუაციამ უნდა დავანახოს. ეხლავე რომ ამოვიჩემო, რაღაც არასწორია, მაგრამ აი როგორ შევხედოთ, პრაგმატულად როგორ დავინახოთ, რა უნდა გავაკეთოთ? ვერ შევძელით ერთი მთავარი რამე, გიორგი, თემა ვერ შევძელით, აი საქართველოში ვერ მოვახერხეთ პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ ავწიოთ და ვთქვათ, რომ აი ამ თემაზე ყველანი თანხმდებით. ხო, ეს არის ვთქვათ თემა არჩევნების საარჩევნო ის როგორ უნდა იყოს გარემო. ეს არის თემა თუ საარჩევნო გარემო გააყალბეს და გააფუჭეს ამ შემთხვევაში რა რეაქცია გვაქვს მიუხედავად იმისა რა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს ჩვენთან ის კი არა ადამიანი ხელი რო ჩამოართვი ამაზე ატეხეს ერთი ამბავი შეეკარიო კაცო ნაცო ხო ანუ არ საერთოზე ხო უნდა რა მნიშვნელობა გოცნებასთან ერთად მოგვიწევს საბოლოო ჯამში ალბათ დალაპარაკება თუ კი შევძელით ის რომ თქვათ შევცვალეთ არჩევნების წინ რომელიც უნდა ჩატარდეს და აუცილებლად ჩატარდება ამაში დარწმუნებული ვარ დროს და ვადას ვერ გეტყვით თორე რიგარეში არჩევნები რომ იქნება ეს ჩანს და აუცილებელი იქნება თვითონ ხელისუფლებაც კი მიხვდება ამას საბოლოო ჯამში რომ ჩასატარებელია ქვეყნის მაქსიმალურად წელავს დროს და რა ფორმით უნდა ჩატარდეს დე ფაქტო ხელისუფლებას ხომ უნდა ველაპარაკოთ
ველაპარაკოთ. არც ვცნობ არალეგიტიმურია გავიგე, მაგრამ de facto თუ აფხაზეთს უნდა ველაპარაკო, de facto თუ ოსეთს უნდა ველაპარაკო, ამ ხელისუფლებასაც de facto ხომ უნდა ველაპარაკოთ, ხო? და რაზე უნდა ველაპარაკოთ, ხომ უნდა შევძლოთ, მოსახლეობამ ხომ უნდა გაიგოს. პირიქით, შეკვეთას უნდა გაძლევდეს, რომ ახლა დაჯექით სულ ყველა ერთად, მე არ ვიცი, ნაცი, კოცი, ჯანდაბა, უხრობა, დაჯექით მოიფიქრეთ ქვეყნის ინტერესებში რა ჯდება და ეს გააკეთეთ. ეს შეკვეთა კი არ არის. იქ ერთმანეთს რატო ელაპარაკებითო ამ მდგომარეობამდე ვართ მისული და იმაში კაცო დასაფლავებაზე აღარ უნდა მიხვიდე, თურმე და ქორწილში არ უნდა მიხვიდე და იმაში არ უნდა მიხვიდე ადამიანებთან, რომელთანაც ჩვენ მით უმეტეს ხო გიორგი ხლა პერიოდი გვა გავლილი, როდესაც ბარიკადის სამოქალაქო ომის პერიოდი გვა გავლილი და ბარიკადის აქეთ და იქით მეგობრები ყავდა. ორივე მხარეს ყავდა ჩვენ მეგობრები და მაქსიმალურად ვცდილობდით ეს მეგობრობა მაინც შეგვენარჩუნებინა, არ დაგვეზიანებინა. და შევძელით სხვათა შორის მიუხედავად იმისა კიდევ ვამბობ რომ ძალიან დაპირისპირებულებიც კი ერთმანეთს ვესროლეთ ხალხო ხლა აი რაზეა ლაპარაკი ხო ქუჩაში ერთმანეთს გამოვედით და ავტომატები ვესროლეთ საშინელებად ეს როგვა გავლილი ამიტომაც არის რომ ვფიქრობთ რომ აქამდე არც ერთ შემთხვევაში აღარ უნდა მივიდეთ ეს ქვეყნებს გავლილი აქვს ეს საფრანგეთს გავლილი აქვს ეს საფრანგეთს და რამოდენიმეჯერ აქვს კაცო გავლილი მეხუთე რესპუბლიკა გავლილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს გავლილი აქ რუსეთს რამოდენიმეჯერ აი ჩვენთანაც კი რამოდენიმეჯერ მქონდა მაგრამ ბოლო პერიოდში ეს იყო ის საშინელება რომელიც აღარ უნდა გამეორდეს ეს უნდა მოვახერხოთ და აქამდე ალბათ მივალთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ის გარეთა ურთიერთობებიც მოახდენს ალბათ გავლენას გიორგი იმიტომ რომ გიორგი ბოდიში გიორგი სანამ გააგზელებ ერთი წამით რა ზარი დიდი ხანი გველოდება და კი ბატონო უპასუხო და მე შენ გაეცი პასუხი შემოუშვი ზარი პირდაპირ ეთერში გამარჯობათ მოგესალმებით ძალიან კარგი საზოგადოება გამდეთ ერთი რამი დავტიტყოთ ამდენი ინდოელი როა ჩვენს ქვეყანაში ამაზე რატო მე არაფერს ვამბობ ამდენი ინდოელი რო არა როელზე კონკრეტულად რა მოგახსენოთ მაგრამ უცხოელებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრე ახლა ესე ვერ გამოვკვეთავთ კონკრეტულად ხო მაგრამ ზემ ინდოელებმა სხვათა შორის დიდი ნაწილი სტუდენტები არიან და მათი გადახდილი ფულით ქართველმა მასწავლებლებმა რომელსაც ქართული მას არა აქვს ამ ხელა საშუალება და ის ინდოელები აქ ღებულობენ ევროპულ განათლებას დასავლური განათლება აქვს და ინგლისურ ენაზე უკითხავენ ლექციებს ქართველი მასწავლებლები და ასწავლიან ხო ძალიან ბევრ საგნებს და ბევრი რაღაცით გამოიყვანებს მდგომარეობიდან მარტო მათი ხელფასები არა მათ ბინისკი რა ჭირდებათ მათ პროდუქციას რომელსაც კიდულობენ ჭირდებათ ანუ გააჩნი ამას თუ შენ ქვეყანა ძლიერი გაქვს და შენი მოსახლეობა ძლიერი ეს შენ ხელს არ გიშლის და არ გაშინებს მაგრამ თუ ქვეყანაში შენი მოსახლეობა გარბის აქედან გადის აქედან და მაშინ სხვა შემოდის რასაკვირველია საფრთხეები შექმნელია მე მომიცი ერთხელ ღამე სიარული იმით მეტროთი და რო ჩავედი თავი მეგონა რომ მეთქი სადღაც ქართველი ვერ დავინახე საერთოდ ხო იმდენად აი ესეთი განა აზიური ტიპი განა ცუდი ადამიანები ჩაულებრივი რამეა კაცო მაგრამ საშიშროებას წარმოადგენს იმ მდგომარეობაში როცა სუსტი ხარ როცა ქვეყანა ღონიერი არა გაქვს, როცა მოსახლეობა გარბის აქედან, თორე სადაც გიორგი ცხოვრობს, იმაში პარიზში მაგალითად ქუჩაში რო დადის ალბათ უფრო მეტად აზიური ადამიანები უფრო მეტია და ჭარბობს ვიდრე ვთქვათ იგივე ევროპული ასე ვთქვათ ტიპის ადამიანები, მაგრამ არაში კი, მაგრამ არ უნდა გამოვკვეთოთ ჩვენ ახლა ინდოელები თუ რა ძალიან ბევრი უცხოელია. უცხოელებისადმი უნდა გქონდეს განსაკუთრებულად მკაცრი მიღების პირობები. გოჩა ამას გავაგრძელებ მე რომ ევროკავშირის სხვათა შორის სვავს უკვე იმ შეკითხვას ოპოზიციას ხა ჩვენი ოპოზიცია თავრობასავე არის ბევრ რამეს არ ლაპარაკობს ხოლმე მაგრამ მე ხო ევროპარლამენტში ხშირად ვარ და ვიცი აქ რა ხდება ამათვის ოპოზიციისათვის და თავრობისთვისაც ისკოვზივან ხარა კოტანსო ხარა კოტანის ძირი რო იცის ხო სვავენ ამ შეკითხვას და პირდაპირ სვავენ რა ფორმით მოგიწევთ და დაელაპარაკებით ხელისუფლებას აფორმით დაუჯდებით რა არის ის მომენტი და რა არის ის ამოსავალი წერტილი რითით თქვენ დაჯდებით აი მოგიწევთ ერთ დღეს კაი გავიგეთ რომ გააყალბა ამან ეს არჩევნები ხო გავიგეთ რომ არალეგიტიმურია მაგრამ შენ სწორად ამბობდი კაცო ჩვენ თუ აფხაზებს ველაპარაკებით არალეგიტიმურებას აქვს ხელისუფლებას და ოსტს ველაპარაკებით ამას აქვს არალეგიტიმურ ამათანაც ევროკავშირის ეს აინტერესებს ეს არის დემოკრატიის ამოსავალი ეს არის კრიზისიდან გამოსავალი მესმის ეს ყველაფერი კაი გეთახმები იმაში რომ ზემოქმედების
შემადგენელი ნაწილია ის სანქციებიც ხო საქართველოს მთავრობის ემაზე. მაგრამ რაღაცა შენ ჩაჭერი ეს ყველაფერი თუ შენ იმასაც იტოვებ რომ შენ დაელაპარაკო ამას რა ქვია ბოლო ჰამასი და ისრაელი ლაპარაკობს ერთმანეთში შემამოწყონებულო ეს რესურსი ხო არსებობს ეს ხო არ შეიძლება ეს მილევადი არ არის ეს დალაპარაკების რესურსი უნდა გქონდეს ნებისმიერთან მათ შორის შენს ტულად განწყობილ თუნდაც ხელისუფლებასთან კაცო არა გარეშემტერთანაც შეგიძლია ეს კარგია თუ კი თავად ხელისუფლებას სურს ეგ საუბარი კი ბატონო ზარია შემოუშვით ჰალო დიახ გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით ისაუბრეთ აი ჩინური მოდელი რო შემოგთავაზათ ერთმა დამრეკმა დიახ აი რა რით არის ჩინური მოდელი ცუდი საქართველოში არის მუშათა კლასი პროლეტარიატი და გლეხობა და ინტელიგენცია ამათ სინდებათ სახელმწიფო და ბიზნესი თუ უნდა ვინმეს ჩინური მოდელზე აკეთოს მოდელი გაუწიოს კონკურენცია სახელმწიფოს ხარისხში და ფასში და რაც მინდა აკეთოს ეს არის ცუდი ბატონო ჩემო ჯერ ჩვენ არ გვითქვამს რომ არის ცუდი და მეორედ იქნება თქვენ გვითხრათ კონკრეტულად მოდელში რას გულისხმობთ სოციალისტურ კაპიტალისტური წყობა ანუ ამას გულისხმობთ გვითხრით მოდელ როცა აი კარგია ჩინური მოდელი რას ნიშნავს ჩინური მოდელი აი მე არ ევროპული მოდელია ძალიან კარგი რომელი ევროპული მოდელი აი არის თუ არა საფრანგეთის სოციალისტური მოდელი აი აქედან გამოვიდა ხო და ჩინეთში რო გაურბივა ამას ვამბობ ამას კონკრეტულად რას გულისხმობ მოდელში რა იქნება დარეკოთ და პირდაპირ თქვა თორე კარგია ჩინური მოდელი ძალიან კარგია ალბათ ჩინეთისთვის მე არ ვიცი რამდენად იმოქმედებს საქართველოში ისიც აი ინფორმაციის ნაკლებობაა გიორგი ვინმე მიცის რომ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გარდა პარლამენტში კიდე 8 პარტია ზის კი ნამდვილად ასეა და იქ რომ მილიარდელები ყავთ და იქ რომ ეხლა ფული გაჩნდა და იქ სრულიად ოღონდ განსხვავებულია ჩინური აზროვნება და მენტალობა საერთოდ სხვა ცივილიზაცია ცოტა ახლოსთან ყოფი მაინც რაღაცა გავარკვევთ მე ერთი რამ მინდა იმ ადამიანების ჩინურ მოდელზე რო ლაპარაკობთ გოჩამ კარგად ახსენა რომ პირველ რიგში შენ უნდა აზროვნებდე ისე როგორც ჩინელი რომ შენთვის მისაღები და ამ მოდელმა რო იმუშაოს მაგრამ ისე ვამბობ კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი ალბათ ალბათ სოციალურ სფეროში ხო მაგრამ ერთი რამე მინდა გავიხსენო ომის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როდესაც ჩინეთმა დაიწყო ნელ-ნელა რაღაც ფეხზე ადგომა მან პრობლემა იყო ის რომ როდესაც რა ქვია ბალახს თესავდნენ ამოდიოდა ბალახი და ხალხი დადიოდა იმ ბალახზე და ისევ ტლაპოდა ისევ ჩნდებოდა და ნუ ბალახი ქრებოდა ხო და აი აზროვნებაზე მაქვს საუბარი რა გააკეთეს ის კი არა რომ რაღაც ჯარიმები და მთელ უბრალოდ დააწერეს რომ ბალახზე დადის მხოლოდ ღორი ადამიანის ცნობიერებაზე მაქვს საუბარი და აზროვნებაზე ბალახზე დადის მხოლოდ ღორი მორჩა ხალხი არ დადიოდა იმ რომ მათთვის შეურაცხყოფა იყო როგორ მე რო გავიარო ვიღაცამ თქვას რომ აი ღორი დადის ბიჭო რაღაც და ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ანუ მენტალობაზეა საუბარი ჯერ ჩვენ რომ იმ რომელიღაცა მოდელს გავყვეთ სხვადასხვა მიმართულების მოდელს ჯერ ჩვენ უნდა შევისწავლოთ იმ ადამიანების მენტალობა იმ ადამიანების აზროვნება რა ადამიანებზე სწორებას ვაპირებთ აქედან გამომდინარე ჯერ მოდელი კარგია ჩინური მოდელი მაშინ უნდა ახსნათ რაშია ჩინური მოდელი და მე გიორგიმ კარგად თქვა რა სოციალური მოდელი თუნდაც სოციალისტური მოდელი საფრანგეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის გერმანიის სოციალისტები არიან სოციალისტურად შექმნილი სახელმწიფოა ცოტა ახლოს შევეხოთ გაივითაროთ თელი საქართველოში ადამიანებს ვისაც კი გაჭირვება აქვს საექიმო იმისი ჩვენი მეგობარიც კი ეხლა იქ სულ ყველანი საჭა ონკოლოგიური საფრანგეთში ჩადიან. ანუ თქვენ წარმოვიდგინეთ რამხელა დაცულობაა იქ რომ აქედან ჩასული ადამიანი სხვა ქვეყნის მოქალაქე რომელიც სულ მდგომარეობაშია იმაზე ხარჯავს ფულს.
იმაზე და არა ცოტა ფულს არ ხარჯავენ სხვათა შორის. გადანერგვებს უკეთებენ, ღვიძლი გადაუნერგეს, ონკოლოგიური ავადმყოფებს კურნალობენ. ამაზე მაგარი მოდელი როგორია? ამაზე მეტი სოციალიზმი რა უნდა იყოს? არა, ეგ ჩვენ ვსაუბრობთ სოციალიზმზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ადამიანი ამბობს ჩინური მოდელი და მორჩა. მე მაგალითად გეტყვით, რომ ჩინური მოდელი, რომელიც მე მომწონს, ეს არის კორუფციასთან ბრძოლის მოდელი. ჩინური, კი, ნამდვილად მომწონს. თუ ამას შემოვიღებთ ორივე ხელს ავწევ. რა მოდელზეა საუბარი და კონკრეტულად ხოლმე. წინა არჩევნებზე ჰქონდა ძალიან კარგი შეთავაზება, წინა იყო იმის წინა სუფთად ფრანგული მოდელი იყო, როდესაც 70-იან წლებში საფრანგეთი გამოვიდა აი ამ სისტემით ეკონომიური კრიზისიდან. ჟისკარ დესტენმა გამოიყვანა, როდესაც საფრანგეთი პომპედუს მერე მოხდა ეს რაღაც ეკონომიური ჩამოშლი, ხო? საფრანგეთმა თითქმის ყველა დიდი წარმოება გამოუცხადა ნაციონალიზაცია და გიორგი შენი ეს იყო მე მგონი 5 წლითო მე ჩაგიჯდები იმაში რა ქვია ბიზნესს ამოგიწევ და მე უკვე შენ თვითონ დაქტოვებ და მიგატოვებ და შენ თვითონ მე პროგრამა ჩვენს ხონდა ეს ჩვენ პროგრამაში იყო საფრანგეთი აი ამ მოდელმა გადაარჩინა არის თუ არა ეს სოციალისტური მოდელი ჩვენ ამ მოდელს ვთავაზობ ზუსტად მცირე ბიზნესთან დაკავშირებით. ამ მოდელზეა აგებული, ევროპულ მოდელზეა აგებული ჩვენი მოდელი, მაგრამ აქ კონკრეტულად რაზე, აქ თქვათ მცირე ბიზნესის განვითარების მოდელია. ამიტომ ადამიანები, როდესაც რეკავთ, ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ყოველთვის ვეპყრობით ნებისმიერ თქვენთანაც, მაგრამ როდესაც რეკავთ და თქვენ ახლა ალბათ მეორემ რო დარეკა, მეორე ბატონმა და რითი არ მოგწონთ თითქოს შეურაცხყოფილად მიიღეს, რომ ჩვენ ვითომ არ მოგწონს და კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი, რა დარგშია რა მოდელზეა საუბარი და მე შემდგომ ჩვენ შეგვიძლია გამავითაროთ ეს თემა, მაგრამ უბრალოდ იმის თქმა, რომ ჩინური მოდელი, მე უფრო ევროპული მომწონს ამ კუთხით, მაგალითად და სხვადასხვა კუთხით. ოღონდ კონკრეტულად რომელი მოდელი ჩვენ ტელევიზიას ჩვენ სამწუხარო ჩვენ ტელევიზიას არ აქვს იმის ფუნება ფინანსური, რომ აი მე მაგალითად ვიარო და ვანახოთ ის რა ხდება ფრანგულ ევროპულ სოფლებში. ყველაზე მდიდარი საფრანგეთში, საერთოდ ევროპაში არის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები. ჩვენთან ყველაზე ღარიბია. ჩვენთან ყველაზე ღარიბია. მე ვანახე ჩემ მეგობრებს, აი გავატარე ფრანგულ სოფლებში, ავტობანით კი არ წავიყვანე ემეთ, რა ქვია, სოფლის გზები და ვანახე როგორ ცხოვრობს სოფელი. გაოგნებულები იყვნენ. ეს რა სახლებია უკეთ, სასახლეები უდგათ. ბიჭო, ყველაზე მდიდარია აქ სოფლელი გლეხი. სოფლელი ფერმერი არის ყველაზე გლეხი და რატო არ გარბის მერე სოფლიდან? იმიტომ რომ მას სახელმწიფო უქმნის და სოციალისტური მოდელია, რომელ ჩინურ მოდელზე გარბიხარ, შესაძაც აგერა გაქვს საუკეთესო მოდელი, რა ქვია, სახელმწიფოს განვითარებით, იმიტომ გვინდა ჩვენ ევროპა აი ეს იყო შრომის კანონი იყოს ეს რა ქვია დაცული ის მახსენდება ხოლმე სულ რაღაცა თანასწორობისო რაღაც კანონი რომ მიიღეს კაცოების რა ქვია 2014 წელს და ევროპის დირექტივა შევასრულებდო გადაერი ევროპა შრომის კანონი იყო ჩვენ დირექტივა და თქვენ ეს გენდერული თუ რაღაცა კანონი რომ მიიღეს კაცო კი ბატონო სორია გიორგი მადლობა რომ მოახერხდა მიიღე მონაწილეობა გადაცემაში როგორც ყოველთვის ხუთშაბათს თუ შეძლებ თუ გექნება ინფორმაცია რასაკვირველია თუ მეკნება ინფორმაცია კი ბატონო თუ ილაპარაკე ჩვენზე აუცილებლად ან უკრაინაზეც რამის თუ გექნება ინფორმაცია ესე იგი შევთანხმდით ერთვები ხუთშაბათს ეთერში ვარა ორშაბათ ჩვეულებრივად ვარა და ორშაბათ ჩვეულებრივად ჩვენთან ერთად ხართ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ჩვენ დღეს გემშვიდობებით მე თქვენ ხუთშაბათს 6-ის ნახევარზე ბატონი გოჩა შეგხვდებათ პარასკევს, მაგრამ ერთად თქვენ ჩვენ შეგხვდებით ისევ ორშაბათს. დროებით კარგად ბრძანდებოდეთ.